მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე და ჩემი ძმა რაფსკი ვიღებთ საერთო ვიდეო, სადაც რაბანა თავისი ალფა რომეო გულიათი. გული არა, ღვიძლი. და მე ჩემი MB CL8 დაუდგები ვნახოთ. მოკლედ რაბანას მანქანა არის 280 ცხენზე სტოკი. ჩემი არის 224 ცხენზე სტოკი, მაგრამ ცოტა საინტერესო რო ყოფილიყო დავსტეიჯე რა, პროგრამა ჩავწერე ოქრო ადამიანთან. მოკლედ აგერ ჩვენს მასთან ვართ. 1-2 სიტყვით რო გითხარ, ხა რას ვაკეთებ და როგორ? ხა მოკლედ ვაკეთებ, რომ ცოტა მეტი წნევა დაბეროს ტურბო, დატვირთვა იცოდეს მანქანაურიც და კიდევ უფრო მეტი ექნება. ვიდრე ხა ქარხნულად აქ. და ისე რომ ყველაფერი უსაფრთხოდ დაჩის, ოღონდ ქარხნული დაცვის პარამეტრები, უსაფრთხოების პარამეტრები რო დარჩის მანქანაში ისე როგორც იყო, ანუ უბრალოდ რო იცოდეს, რომ რაღაც 40 ცხენით მეტი უნდა კონდეს მანქანას, რამე ისეთი გრანდიოზული არაფერი მოკლედ. თუ გინდათ რომ ანუ აი დაზღვეული იყოთ თან, ანუ ცხენები მოუმატოთ მანქანას თან პახოთ დაზღვეული იყოთ იმაში რომ არაფერი არ მოვა მანქანას ისეთი ცხენების მომატებისგან. ეხა მე როგორც მინდა აგერა მოქრო ადამიანთან მოდიხარ თვითონ თავისი ხელით ჩაწერა ვაფშე ყველაფერი პროგრამა რაც იყო, ანუ რაც შეადგინა, შენით შეადგინა. აბსოლუტურად ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი თვითონ გააკეთა, ასე რომ ვისაც აი მე ვენდობი თავიდან ბოლომდე თან ისეთმა ადამიანმა გამომიშვა კაცთან რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა. BMW-ებზე საერთოდ ხო? BMW-ზე კი უმეტესად BMW-ზე მუშაობ, ვიდრე Mercedes-ზე, მაგრამ Mercedes-ებიც მსგავსი ტიპის რომელიც არის, რომელსაც ყველაზე დიდი ტურბო არა აქვს და ხოლო ქარხნული მანქანა და იმის გაძლება უნდა, მაგას ვაკეთებ უპრობლემოდ ყველას რა. დიდი ტურბოებზე არ ვარ მოკლედ რა. ასე რომ ნომერი აღწერაში იქნება, ურეკავთ ჩვენ ძმას და მოდიხართ რა. ტიპმა ძმაო, ზოგადად BMW-ებს სტეიჯავს ხოლმე რა და კომპიუტერი ამოიღო, რაღაცები ჩაიწერა კომპიუტერში და რამოდენიმე დღე წერდა. ბიჭო პროგრამისტები როგორ შვებიან ხოლმე უმეტესად რა, პროგრამისტები კი არა, ვინც სტეიჯავს რა. ძას იღებენ და წერენ რა, ამან თვითონ დაწერა შეჩება იმე და ვიდეწები 1-2 დღე ვიჩალიჩეთ დანძრევა. სტეიჯი ერთი ჩატარდა. სადღაც 40 ცხენი. სადღაც 40 ცხენი აქვს მომატებული. ნუ იტოქში მაინც მეტი გექნება ცხენები, მაგრამ მე მექნება, მაგრამ ჩატეცა არის შენ. 60 კილოთი, მაგრამ ნუ 60 არა 80. გაჩვდი. აი, მოკლედ. ანუ ისეთია რომ საინტერესო იქნება ძალიან რა. არ ვიცი, დედასფრისა ვარ, არ ვიცი, გავასწრებ თუ არა. 4-4-ზე წამყვანია თან. ორივე კვადროა, 2-2-დან 2 ტურბოა და რავი, ნახოთ რა, მე ეს მანქანა ძალიან მომწონს, ალფა რომეო ჯულია და ძალიან მომწონს და ძალიან მეწყინება თუ გავასწრებ. იქნება best of 3, ანუ სულ თუ მაგალითად გაგასტარი გამასტარი, მე მესამე იქნება გადამწყვეტი რა, თუ ორჯერ გამასტარი ვსო მოგებული ხარ. ოკეი, თუ გინდათ დრაგები ნახოთ ჩემს არხზე. ბიჭო, რატომ მევასება იცი ჩემი და შენი არხი? იმიტომ რომ რაც არ უნდა დავდოთ, მაინც უყურებს ხალხი რა. პერსონალური არხის ის არის. ანუ ასწოდა ხი. ფრენკები გინდა, ჩელენჯები გინდა. მანქანის კონტენტი გინდა? არის. ხო და ეხლა მანქანის კონტენტსაც შევურევ ცოტას რა. ანუ ყველანაირად ხვაზე ხარ იქ სამბახაა ჩვენი ზმა. გაახედე. ვაიმე ძალიან უნერვიულობ. ძალიან უნერვიულობ, მაგრამ ვეცდები რომ არა. გამოიყე! დამაგვიანდა რა. ძალიან დამაგვიანდა. მივხვდი. მეორე გაუშვოთ. რისი იმედი აქვს არ ვიცი. მაგარი დარხეული აქვს. მოკლედ ძალიან დამაგვიანდა ხალხო სტარტი რა. ეხლა ვეცდები რომ ადრე დავსტარტო, ანუ ადრე თავის დროზე დავსტარტო რა. ძალიან გამასწრო ბიჭო. არ გვიშველა სტეიჯვა. ბიჭო. მენა უაზროდ გამასწრო. ძალიან დიდი მადლობა Action Pro Georgias, იმიტომ რომ რავი, კადრებს თქვენ თვითონაც ხედავთ, GoPro-ები, რაღაცები, მე
ჩემი ძმები ხართ, ლინკი აღწერაშია, გადადიხართ, ვისაც გსურთ GoPro-ები, რა მოკლედ ფართო არჩევანი აქვთ, შეგიძლიათ შეეხმიანოთ და იყიდოთ, ან იქირაოთ, ან გავადება ვაფშე ყველაფერი აქვს. ჩემი ძალიან დიდი რეკომენდაცია, იმიტომ რომ ყველა ვიდეოში მეხმარებიან თითქმის. მეც მქონია გამოცდილება მაგათთან მithოვია და ოქრო ხალხია, გვიგანა ყველანაირად. მაგარი ხალხია და ჩემი აზრით GoPro-ს ყიდვა თუ გინდათ პირველ რიგში მაგასთან უნდა მიხვიდეთ. რავი, დავაგვიანეო იძახის და იმედია მარტო მაგისი ამბავია რა. სადო. ეს ნახე ბიჭო. ეს ნახე. ხოსტი. რა არის? არაფერი არა. შეთერობით გინდა რომ მოიგო? ბიჭო ძალიან აგვიანებს. ვინ აგვიანებს? ვიღაცა თავს იმართლებს უკვე როგორც ატყობთ ძმებო. სად გაგონილად ცეილას გასწრება ჯულიაზე ბიჭო. 2-0 მით უმეტეს. აი 53 სხვა ამბავია. დავაგვიანე, მაგრამ მაინც. დავაგვიანე. არა, ბიჭო, გადის! ბიჭო, აბა რა. არა, ძალიან გადის. აზრი არა აქვს. ბიჭო, დავაგვიანე თან. ეხა მაგრა დავაგვიანე რო იცოდე. ამო გაგორებულს. არა, მასტრებსთან საკაიფოთ მასტრებს. არა რა, ყველა და არ ეძახიან ალფა რომეო ჯულიას, პატარა ფერარის. ყველა და არ ეძახიან პატარა ფერარის შეჩება. ფერარის ხელები აქვს ნაფათურები, კი? ეგ იფათურე. პეიჯმაც ვერ უშველა. არ მეგონა სიმართლე გითხრა. ხო გითხარი, სადღაც 40 ცხენი მოვამატეთ. ავიგე, მაგრამ 20 ცხენი ძალიან ბევრია რაბანი. არ არის მაგდენ. ბიჭო, უყურე, ეგ ცხენები გაქვითე მერე წონაში ისა, სამო. წონა 60 კილოა. არ არის 60 კილოთი. მძიმე ვარ, მეტი ბენზინი მისხია. სავსე მაგ ბაკი შეჩება. მაგრამ დიდი სხვაობა იყო მაინც. დიდი სხვაობაა. მან დრო შენ კილოგრამებს და რაღაცებს გამოეკიდო, მაშინ ძალიან ახლოს უნდა იყო, გაიგე? ობიდობა, ბიჭო. რას იზავ შეჩება ახლა უფრო ჩქარია რა. წაგება უნდა იცოდეს ადამიანმა. აი სიტყვებია. გაგორებულზე ძალიან საინტერესო იქნება. რასმი შენ მაგოგომ კი მთხოვა არ მოუგო მამაჩემსო, მაგრამ რა უქნა? ხუდადოვის ქუჩაზე გაიხსნა ოტომოტორსის ახალი ფილიალი. ეხლა განახებთ შიგნით რა ხდება. საერთოდ ყველაფერია მე მგონი ხალხო. წავოდით. დაჟე აკუმულატორები არის ყველანაირი ზომის და ყველანაირი სიმძლავრის. ხალხო ზეთები აქვთ მოკლედ ვოლვერიც და ტაკასაკიც აქვთ. გაიხსნება მალე ახალი ფილიალი, სადაც ყველანაირი ზეთი იქნება აბსოლუტურად. ამ ფილიალში და ზოგადად ყველა ფილიალში შეგიძლიათ მიხვიდეთ და ძარის ნაწილები შეუკვეთოთ, ანუ შეარჩიოთ თქვენ თვითონაც, დაგეხმარებიან, მოგემსახურებიან უმაღლეს დონეზე. ძალიან მაგარია, მე მომწონს ყველაფერი ანუ მანქანაზე რაღაც დაგჭირდა, ეგრევე მოდიხარ ოტომოტორში. მე ოთოს ვეძახი. საერთოდ ყველაფერია რა. მე მომწონს ესეთი მაღაზიები და შეგიძლიათ მოხვიდეთ სანომრეებიც იყიდოთ. ჩემი ძალიან დიდი რეკომენდაცია აქაურობას. წავედით. ბიჭო! რა კარგად ხარ? დავაგვიანე, მაგრამ მაინც გავასწავლე. გორებულზე გახვედე. დავაგვიანე ცოტა. ბიჭო! რა დებილი ვარ? მოცურების გათიშვა დამავიწყდა. რა მნიშვნელობა? გინდა ახლიდან? ერთი წავიდეთ, გინდა? წამო აბა. სტარტიდან. წამო.
ბიჭო. ადარი ამისი მოსაკი. არა. ამის მანქანა. დედას გეფიცებით ცხვირს წევს ამის მანქანა. არა, ანუ რო ადგავ. ესე ხო ვიცით. გავმახა. ერთიც გაგორებულზე დავსო. ეს რაშივა, იცით? აი ცხვირს წევს მაღლა რა სანავწა. იმენა კები ცხოველია, ბიჭო. ერთსაც გაგორებულზე ვცდი დავსო, ანუ იმენა უშანსოდ მტოვებს რა. ნამეტანი ჩქარია ამ მანქანისთვის ეგ მანქანა რა. გაგორებულზე ოდნავ რაღაც თითქოს ცოტა შანსები მქონდა, მაგრამ ყოჩა, მართლა აი ტყუილად არ მომწონს ალფა რომეო ჯულია რა, აი ძალიან თესლი მანქანა რა, ძალიან თესლი მანქანა. ან კაია რა. იმენა ქალაქისთვის 2-დან 2 ტურბოა და სტოკი აქვს 280 ცხენი ბიჭო. დავსტეიჯე და მაინც ვერ ვასწრებ. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. ერთიც უბრალოდ გაგორებულზე დავდგეთ, ვერა და ვერა წავედით სახლში. რა საინტერესოა როგორ დაჭრის ამ ვიდეოს. და რამდენაირად შეესწება რომ ჩამოჭრას სადაც ვასწრებ. გონია რომ ეს ვიდეო საერთოდ არ დაიდება, მაგრამ ნახოთ. ძალიან ხოძი, რაიცად დავიფარო. უსაფრთხოება პირველ რიგში, რაც არ უნდა ნელი მანქანებით ვიყოთ. დავაგვიანე ძალიან პირველიდან გადართვა. იგვიანდება ბიჭოს, მომისდი. კაი ხანი აქვს აწეული შეჩემა. ანუ იმდენად ჩქარია თავისი კუზაოსთვის, რომ ეს მანქანა ბარა ბიჭო! ვერა. ვახ, მოკლედ რა, ძალიან კაია. მაინც ლამის გავასარი ნორმალში მქონდა დედას პიცა ვარ და ბოლოს უკვე ძალიან კარჩე. ბოდიში მარა. I'm the captain now, okay? შეჩემა ბოლოს მაინც ლამის გადაგას. არა, გასავუშვი. რო ძალიან შორს არ ყოფილი. მაინც მოდიოდი რო იცოდე. იდეალურია შეჩემა რა. ორჯერ იაფიღებს და ორჯერ ჩქარია. ორჯერ არ ბიჭო ამას кайფი არ აქვს რისი იცი? აი ბევეშნიკებს რაც ევასებათ რა ზანოსი და ეგეთები ამ მანქანას ეგ არ აქვს რა მაგდონეზე რა და მაგიტო იწუნებენ ხო არის გესმის ისმის ყველაფერი მან ყველაფერი ისმის მაღლა გეუბნები ჩვენი ხმა ისმის ნუ იცინი ბიჭო მითხარ კაროჩე ბიჭებო რომ მოემზადებით უკეთესად შეგიძლიათ რავი იტოქში ხალხო მე ანუ არ გამიკვირდა პირველ რიგში მაგას გეტყვით რომ ალფა რომეო ჯულია ტყუილად არ მომწონდა 7 ჯერ თქვი ძალიან მომწონს ეს მანქანა რა უბრალოდ მე მერსედესი უფრო მევასწრე უბრალოდ რაკნას რა NASA-ს პროგრამისტები დაითრია აწერი და ვერაფერი ვერ არა შემიძლია ესე გავაკეთო რომ გაგასწრო ზადვით ეგრე თუ გააკეთე და ჩაჭერი და ნახევარი მანქანით მეგონკავე კი არა მაგრამ ბიჭო რა არის იცი აი გაგორებულიდან უფრო მეტად იმაშებოდა რა უკეთესად რა იმიტომ რომ მე ვაგვიანებდი რაღაცებს თან რაღაც და ხო ხტერის მომდე მოკლედ ხალხო რა თუ გინდათ რომ უფრო გავაკეთო მანქანა ცოტათი ოდნავ კიდე გავაკეთო ოდნავ შეჩემა რომ ანუ 10 ცხენი მოუმბატო 15 ცხენი ფილტრის ჩამატება უნდა და კიდე რაღაცა მეტი არაფერი დაუჭ წეღან მეუნება რას იციო ანუ 280 ცხენზე ხო ყავს მანქანა და კიდე ფილტრი აქვს არა მაცი აი დენისო თუ რაღაცის ფილტრი უკეთე გეხვეწებით რა ვინც ერკვევით მე ვიცი რაც არის მაგრამ ამან ისე დებილობა მითხრა წეღან კაინის ფილტრი გიყენიო 15 ცხენს ეგ გიმატებსო არსად არ წერია ხალხო რა კაინის ფილტრი ის ხო არა გამშვები ხო არა მაგ ჩაყენებული ცალკე არა სხვანაირი ხო და რაღაცა აი შეთქმულების თეორიების ჯერა რა და ბიჭო მე ვაღიარებ რომ ძმაო შენი მანქანა უფრო ჩქარია ვიდრე ჩემი მანქანა პროგრამა ჩავწერე და მაინც გამასწარე შეჩემა ეგ პროგრამა სადღაც 30-დან 40 ცხენს მიმატებდა ხო თუ დაალაიქებთ ვიდეოს და ავა ეს ვიდეო 15000 ლაიქზე რატომაც არა სადაც ვიწრო იგაწდეს 15000 ლაიქზე თუ ავა ეს ვიდეო აუცილებლად გავაკეთებ ჩემი მანქანას უფრო უკეთესად და ისევ და ხელმეორე ეთკა მეორე დავდეთ რა. მადლობა ძალიან დიდი რაბანას არხი აღწერაშია აუცილებლად და ჩვენი ძმა ჩემი. ვიც ვერ ხედავდით ის მაგარინა შავიც იდგა აქ. ზამსკი უმაგრესი ქალი, რასაც ქვია, აი აქ იდგა და
აი ესე ხელებს აი ესე ვიწაკეთებ და იცოდე ზამბახა გამოიწერეთ მისი არხი. ზამბახას არხის აღწერაში იქნება რა თქმა უნდა და ეს ამომიქვით იმაში რა თქმა უნდა მონტაჟში. შემიქე მანქანა. შეაქე ცოტა თო რამე კაი თქვი. მექანიკოა და მანქანა არის. არხი გამოიწერეთ რა ძმურად ბიჭო არხი გამოიწერე ანუ საბა რა ვიტო თომა მამუკ არხი გამოიწერე